ხელმძღვანელთას ითვალისწინებს. განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებს შეხვდა. ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია. გავხსენით პირველი თემატური ბანაკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025 წლის მანძილზე ჯამში 8 ბანაკი გაიმართება და 1000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროცესში. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ თითოეული ახალგაზრდისთვის გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი იქნება. მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ასეთ საინტერესო ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო აუდიტორია, ძალიან აქტიური ახალგაზრდობა, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პროგრამა და ასევე შემდგომი თანამშრომლობა კიდევ ბევრ კარგ საინტერესო პერსპექტივას გვირდება. შეხვდით მინისტრს, გავუმართეთ საინტერესო დისკუსიები აქტუალურ თემებზე და ვიმეორებ, რომ დარჩენილი დღეებიც საინტერესო იქნება და სურვილი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ ვიყო მსგავს ბანაკში. იმიტომ რომ ამ ბანაკმა მომცა გამოცდილება, ღირებულებები, როგორიც არის ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა და ცოდნა.